მულტიპლიკაციის სიყვარულს ასე კი არ აქვს, ვიცით ძალიან კარგად და ბევრისთვის საყვარელ ზღაპარში ვიმოგზაურებთ დღეს. არეალში ელჩია, თინათინ სანიკიძე, AI ფილმების რეჟისორი, მხატვარი, არქიტექტორი, ნიუ-იორკიდან გვერდება და ძალიან გვახარებს, რომ არეალში ერთიანდება დღეს. თინათინთან არაერთხელ გქონია გადაკვეთა სხვადასხვა გადაცემის ფარგლებში, არაერთი მისი პროფესიული მიმართულება გაგვიხილავს საამაყოთ, რა თქმა უნდა და ახლა უკვე ნიუ-იორკიდან სხვა მიმართულებით გვერდება, რომელსაც ძალიან დიდი სიამოვნებით გავაშუქებს სწორედ არეალში. თინათინ, მოგესალმები, უღრმესი მადლობა არეალში ჩართვისთვის. როგორია განწყობა დღეისთვის? მოგესალმები გვანცა, უღმესი მადლობა მოწვევისთვის კიდევ ერთხელ. მიხარია რომ მომეცა შესაძლებლობა რომ აი ამ საოცარ სივრცეში შევიკრიბო დღეს შენთან ერთად. განწყობა მაქვს არაჩვეულებრივი. როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივი განწყობა და არაჩვეულებრივი პროფესიული მიმართულებები. როგორც ყოველთვის აღფრთოვანებულები ვართ შენი საქმიანობით, დღესაც არ მოგვაკლდება ეს აღფრთოვანება. პირველ რიგში წლების მერე მოვიკითხავ, როგორია ქართველი ამერიკელის აქტიური ცხოვრება ნიუ-იორკში. აუცილებლად აქტიური ცხოვრებას უნდა გაუსვა ხაზი, იმიტომ რომ ნამდვილად გადატვირთულ სამუშაო გრაფიკში ხარ და მაინც ახერხებ სიახლეზე ორიენტირს და გაოცებას ჩვენსას. რა აქტივობით ხარ დღეს? რომელ პროფესიას ემხრობი უფრო მეტად? პირველ რიგში მინდა გითხრა რომ ნიუ-იორკი არის ძალიან ენერგიულად დატვირთული ქალაქი, შთამაგონებელი ქალაქი, აქ მუდმივად ხვდები სხვადასხვა ადამიანებს, სხვადასხვა სიტუაციებში და ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი мотиваციის წყარო. თუმცა როგორც ქართველისთვის მე ვცდილობ რომ ჩვენი კულტურა და ამერიკული კულტურა ერთმანეთს დავაკავშირო, სწორედ ეს მაძლევს იმ შესაძლებლობას რომ განსხვავებული ნამუშევრები შევქმნა. არ არის მარტივი ნიუ-იორკში ცხოვრება, თუმცა თუ ხარ მოტივირებული, ენერგიული და შრომობ, ვფიქრობ რომ ყველაფერი შესაძლებელია. რაც არ გაკლია ცხადია. როგორც ყოველთვის ასე იყო, ენერგიულობა, შრომის მოყარეობა და სიახლეზე ორიენტირი კიდევ ერთხელ აღნიშნოთ, არ გაკლია. ვიცი რომ ყოველთვის აი სწორედ სიახლეზე ორიენტირის მიმართულებით პროფესიული კუთხით, რასაც არ უნდა მოკიდო ხელი, ყველაფერი არაჩვეულებრივად გამოგდის თინათინ. ამის არაერთი მაგალითი გვაქვს ცხადია. რატომ მულტიპლიკაცია ამჯერად? რა იყო ის მთავარი ინსპირაცია, რომელიც არაჩვეულებრივ სახეებს გაგქმნევინებს ამ ეტაპზე? ბავშვობიდან მიყვარდა ხატვა, პერსონაჟების განსაკუთრებულად, ქმნიდი გმირებს, ჩემს მეგობრებს, გემდი აქვთ შემონახული ალბომები, ჩემი პერსონაჟებით გაფორმებული და ვფიქრობ, რომ მულტიპლიკაცია არის ზუსტად ის სივრცე, რომელიც აძლევს საშუალებას, რომ ეს ფანტაზია და რეალობა ერთმანეთს დაუკავშირო. და ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, როცა ვხედავ, რომ რაღაცა იდეიდან იქმნება ფორმა, რომელიც არაჩვეულებრივი ფორმა. ფორმათანაც მრავალფეროვანი, ზღაპრული ფორმა, რომლის ნახვის საშუალება დღეს არეალის მაყურებელს აქვს. ცხადია და დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდ მოწონებას დაიმსახურებს შენი ახალი პროფესიული ინსპირაცია. ჩემგან ძალიან დიდი მოწონება და დიდი ინსპირაცია სწორედ ამაზე რომ საუბრობთ. დღეს სხვა შორის მულტიპლიკაცია ჩემთვისაც განსაკუთრებულია და არ მეგულება ადამიანი ჩემს არეალში, რომელიც არ არის მულტფილმებით აღფრთოვანებული და პრემიერებზეც ხშირად გვიწევს ხოლმე მისვლა აღთკინებით, თუ ამის დრო და საშუალება არის ცხადია. ასევე ვიცი რომ LA-ში გაიარე სკოლა თინათინ, უკვე დიპლომირებული პროფესიონალი ხარ, თამამად შეიძლება ითქვას. რა დრო მოითხოვა შენი ახალი ინსპირაციის პროფესიონალურად შესწავლამ და რა გზა გაიარე ფინალამდე? ეს არის ხანგრძლივი პროცესი, არ ყოფილა რომ რაღაც თვეების განმავლობაში ჩამოყალიბდი ამ სპეციალისტად. ყოველთვის მაინტერესებდა ვიზუალური ხელოვნება, სწავლობდი მონტაჟს, გრაფიკულ პროგრამებს და შემდეგ უკვე ხელოვნური ინტელექტის გამოჩენამ ეს ყველაფერი ერთმანეთთან დააკავშირა და მივხვდი რომ ეს ტექნოლოგია ზუსტად რომელიც ძალიან მარტივად შემოქმნევინებს აი ვიზუალურ ხელოვნებას. რა იყო ის სკოლა, რა ინსპირაციით მიხვედი სკოლაში და პროცესის სწავლის? გადატვირთული სამუშაო გრაფიკი ვახსენეთ უკვე შემთხვევაში. როგორ მოახერხე სწავლისთვის დროის გამოყოფა? მე დავამთავრე ლოს-ანჯელესის ერთ-ერთი საუკეთესო დღესდღეობით არსებული ანიმაციის ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით სკოლა, რომელიც მიცავს სარეჟისორო განყოფილებასაც და ონლაინ ჩავერთვა ნიუ-იორკიდან, ჩვეულებრივი კურსი გავიარე და შემდეგ კიდევ უფრო მეტად გავაღრმავე, არ მიყვე სკოლა, კიდევ მეორე სკოლა დავამთავრე.
მუდმივად ძიების პროცესში ვარ, იმიტომ რომ თუ არ ხარ სპეციალისტი და არ იცი ხელოვნური ინტელექტს როგორ ისაუბრო, ვერანაირად ვერ შექმნი საინტერესო ღირებულ კონტენტს, იმიტომ რომ რაღაცა რობოტიზირებული გამოვა. უნდა იცოდე ზუსტად კამერა რას აკეთებს, რა ხედვით გააკეთო, როგორ გადააბა ეს ყველაფერი ერთმანეთს, ჯერ იქნება ისტორია, შემდეგ უკვე სკრიპტი იწერება, აი როგორც კინოში ჩვეულებრივად. ამაზე moodboard-ები და ეს ძალიან მთელი პროცესი არ არის მარტივი, მაგრამ თუ გვარს ახერხებ და ნიჭიერი ხარ. აი, სიმარტივე ახსენეთ ინეთი, ხშირად ამბობენ, რომ AI-ზე დაფუძნებული მულტიპლიკაცია მარტივი გასაკეთებელია. ვინც ვერ ერყვება სიღრმისეულად, ეს აზრი უჩნდება. მინდა რომ ეს სტერეოტიპული ხედვა დავამსხვრიოთ დღეს. რამდენად ბევრი კომპონენტის შესწავლა აუცილებელი, რომ პროფესიონალად ჩამოყალიბდე რეჟისურის კუთხით AI მულტფილმზე დაფუძნებაში. არ არის მარტივი AI-სთან ურთიერთობა. სახლის ნიშნით არ არის მარტივი. არ არის, ნამდვილად არ არის, არის გარკვეული ცოდნა გჭირდება. ანუ თუ სპეციალისტი არ ხარ, არ ერკვევი თუნდაც სარეჟისორო მიმართულებით, ვერანაირად ვერ შექმნი ღირებულს რაღაც საინტერესოს, იმიტომ რომ როცა რაღაცა იქნება, თუნდაც ანიმაცია იყოს, ან ნებისმიერი რამ ფილმი, უნდა მიიტანო ადამიანამდე ემოცია. თუ აი ამას ვერ შეძლებ, მარტო ხელოვნური ინტელექტი და რაღაცა ტექნოლოგიის გამოყენებით ამას ვერ შეძლებ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ასწრაფებს პროცესს, მაინც ამ ყველაფრის უკან დგას ადამიანი. სწავლის პროცესი რთული იყო შენთვის? თავიდან ცოტა გამიჭირდა, იმიტომ რომ მე არ მქონია კინოსამყაროსთან შეხება. ელემენტარული არ ვერკვეოდი, რა იყო ლოგლაინი, სინოფსისი, რა უნდა გამეკეთო სკრიპტის, რას წარმოადგენდა სკრიპტი, როგორ დაწერილი იყო სპეციალურად ისტორია იმისთვის, რომ შემდეგ ეს ყველაფერი ანიმაციაზე მომერგო. მაგრამ ამერიკა არის ის ქვეყანა და ისეთი ინსტიტუტები არსებობს, რომლებიც მაქსიმალურად ძალიან დაგეჭირათ, განართულად გარკვევენ ამ პროცესში. მე მასწავლი და ყავდა ისეთი მენტორები, რომლებიც ახლა NBC-ში არის, Fox-ში გადაცემები მიყავთ, თვითონ აქვს ძალიან დიდი პროექტები, სხვადასხვა პროექტები არიან ჩართული და ყველაფერს გიხსნიან და თუ რაღაც არ გამოგდის, გაძლევდნენ მიმართულებას, რომ შენ შეძლო და გაერკვიო პროფესიონალურად და ჩამოყალიბდე ამ კუთხით. ცხადია, პროფესიონალიზმი არ გაკლია არც ერთი მიმართულებით და ამ მიმართულებითაც ველოდებით ძალიან საინტერესო პრეზენტაციებს და პრემიერებს. ერთ-ერთის მომსწრენი დღეს ვართ ჩვენ არეალში და ძალიან მახარებს და დიდი პატივია ჩემთვის ნამდვილად. რამდენად პოპულარულია თინეთინ AI-ზე დაფუძნებული მულტფილმები და ფილმები ამერიკაში და რა შესაძლებლობები იხსნება ამისთვის? იმიტომ რომ სიახლეა მაინც მსოფლიოსთვის და ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს. პოპულარიზაციის კუთხით ამერიკა რამდენად არის ჩართული და რამდენად დიდ შესაძლებლობებს ხსნის ჯერ მხოლოდ ინტერესის მიმართულებით? ამერიკა არის ფაქტიურად სამშობლო, ყველაზე წვრილი ეს ტექნოლოგიური კომპანიები აქ შეიქმნა. რა თქმა უნდა არის პოპულარული, დღესდღეობით ძალიან ბევრი არტისტი იყენებს ხელოვნურ ინტელექტს, როგორც დამატებით ინსტრუმენტს. თუმცა ჩემთვის მნიშვნელოვანია ის, რომ რამდენად ახდენს არტისტი აი ამ ყველაფრის ერთმანეთთან შერწყმას და რამდენად ახერხებს ღირებული და ემოციური კონტენტის შექმნას. რა თქმა უნდა. აი დაფინანსებებზე მინდა გავამახვილო ყურადღება. საკმაოდ დიდი დაფინანსებებიც გაიცემა მულტიპლიკაციური სიახლის კრეატიულ ვერსიებზე. რა მაგალითები გვაქვს ამერიკაში ამის? ასეა ნამდვილად, რადგან უკვე ხელოვნური ინტელექტი აღარ არის რაღაცა ლოკალური ტექნოლოგია, ეს უკვე მსოფლიო მასშტაბებს მოიცავს, ამიტომ შესაბამისად ინტერესიც და დაფინანსებაც იზრდება. უამრავი კომპანია უკვე ჩართული ამ მიმართულებით, მილიონობით დოლარსაც ხარჯავენ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად განვითარდეს და გაუმარტივდეს ადამიანებს ამ ტექნოლოგიის გამოყენება. და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დიდ შესაძლებლობებს წარმოშობს მომავალში. ჩემნაირი ადამიანებისთვის განსაკუთრებით, ვისაც ყოველთვის უნდოდა, რომ აეხტინეს ბავშვობის ოცნება და შემდგარი იყო და ჩამოყალიბებულიყო სპეციალისტად. იყო ეს შენი ბავშვობის ოცნება, ესე იგი, ვადასტურებთ ამას.
ვადასტუროთ იყო. აი, მით უმეტეს ახლა უნდა გკითხო, რამდენი დრო მიაქვს ამ ახალ საქმიანობას შენს გადატვირთულ გრაფიკში? ვიცით, რომ არქიტექტურით ხარ დაკავებული, წამყვან კომპანიაში მუშაობ ნიუ-იორკში, ასევე ვიცით, რომ ხატვარი ხარ, რეალისტი, არაჩვეულებრივი, რომელსაც არაერთი გადაცემა მიუძღვენი მე პირადად და ძალიან მახარებს, რომ შენი საქმიანობის ჟამთა აღმწერელი ვარ ფაქტობრივად და მიამაყება შენი ნებისმიერი საქმიანობა. დღეს რა ინსპირაციით მუშაობ სიახლეზე და რა არის ის პერიოდი, დრო შენ საქმიან გრაფიკში გამოყოფილი AI მულტფილმებზე და რეჟისურაზე? არ არის მარტივი, როგორც აღვნიშნე, ხელოვნურ ინტელექტთან ურთიერთობა. თუმცა დამოკიდებულია თუმცა დამოკიდებულია ეს ყველაფერი პროექტის მოცულობაზე და იდეაზე, რამდენად დატვირთულია, რამდენი ეფექტი აქვს ამ კონტენტს. შეიძლება სულ პატარა ყუწუთიანი ვიდეოც კი ხეობით გაგრძელდეს და სულ მეტრაჟიანზე აღარ მაქვს საუბარი. არის ხანგრძლივი პროცესი, გარკვეულ ეტაპებს გადიხარ და საბოლოო ჯამში შემდეგ უკვე თუ ყველაფერს ისე გააკეთებ, როგორც საჭიროა. აი ვთვლი რომ უფრო ჰიბრიდული მექანიზმი უფრო უკეთესად მუშაობს ამ შემთხვევაში. ყველა მექანიზმი გაქვს არაჩვეულებრივად მორგებული. ჰიბრიდული იქნება თუ სხვადასხვა ახალი გამოგონებითი, ძალიან კარგად ირგებ ყველა მექანიზმს იმისთვის, რომ შექმნე შედეგი და ძალიან მახარებს, რომ თითოეული შედეგის დროს მეც ვარ ჩართული სიამოვნების და აღტაცების, აღტკინების კუთხით. ახლა გადის მულტიპლიკაციური კლიპი თინათინ რეალის ეთერში, რაც ასევე აღმაფრთოვანებელია, რომელიც ნამდვილად სითბოს, სიყვარულს და სიკეთეს ასხივებს და მეთანხმება ჩვენი მაყურებელი, რას გულისხმობს მოკლე ისტორიები და აი ეს ზღაპარში მოგზაურობა. ასეთ ამამად შემიძლია დავარქვა შენს ახალ ნამუშევარს. ახლობელ სახეებთან ერთად. ვიცი რომ ძალიან ბევრი ახლობელი სახე ჩნდება კლიპში და ეხლა ჩემთვის სიურპრიზია ეს კლიპი, რომელსაც ახლა ვხედავთ და კიდევ უფრო მეტი აღტაცება მემატება. რა არის ეს ის პატარა მუსიკალური კლიპი, მულტიპლიკაციური კლიპი და მთელი ამ სითბოს გაერთიანების ნაცნობ სახეებთან ერთად მე ვიტყოდი შერწყმა, რომელიც შედეგს ცხადია ბადებს. შენთვის რა არის ეს კლიპი და ზოგადად რა ქვია შენ სამუშაო გარემოში ამ ახალ ნამუშევარს? პირველ რიგში ჩემთვის ამ კლიპს აქვს ძალიან დიდი ემოციური დატვირთვა. ვცდილობ რომ ეს პერსონაჟები გავაერთიანო ამ რაღაცა ვირტუალურ საყვარელ გარემოში და ამით ადამიანებს ვაძლევ იმის საშუალებას, რომ თავიანთი ინტერპრეტაცია აღიქვან და წარმოიდგინონ აი ამ კლიპის მკვლელობის დროს. პირველ რიგში რასაც ვცდილობ არის ის, რომ მაქსიმალურად მივიტანო სათქმელი ადამიანებამდე, გამოვხატო ემოციები, გავაღვიძო ეს სიკეთე, სიყვარული, ერთმანეთთან თანადგომა ადამიანებში და იყოს რაღაცა საყვარელი კონტენტი, რომელიც ყველას ახალისებს და ბედნიერებას ანიჭებს. ჩემთან ერთად, რა თქმა უნდა. ანუ ბედნიერებისთვის და სიყვარულის და სიკეთის გავრცელებისთვის ქმნი ამ პროექტს პირველ რიგში. და ახარებ უამრავ ადამიანს. აი პერსონაჟების ნამდვილი ემოციები როგორია? ამის ფონზე ეს აუცილებლად უნდა გკითხო. რეალურ ცხოვრებაში რა გამოხმაურება მოყვა შენს სიახლეს? პერსონაჟების შექმნის დროს ძირითადად მაინც ვცდილობ ხოლმე რომ მოვახდინო პირველ რიგში მათ დაკვირვება. ეს არის თავიდან ძიების პროცესი, რასაც მარტივად ახერხებ გაკვირვებას და აღფრთოვანებას ნამდვილად ახერხებ. ახლაც აღფრთოვანებული ვარ, თუმცა ეთერი არ მაძლევს საშუალებას, რომ გადაცემის ფორმატში ეს აღფრთოვანება ბოლომდე გამოვხატო. ეთერს შემდეგ აუცილებლად გამოვხატავ კიდევ უფრო მეტად. მადლობა ძალიან დიდი ურვესი, მადლობა კიდევ ერთხელ ამ ზღაპარში. შენს გადაცემაში სტუმრობა და ჩემი სიახლეების გაზიარება. უღმეს მადლობა ამისთვის. ყველასთვის ასეთი აღმაფრთოვანებელია შედეგის ნახვა? ძირითადად ასია. მაქსიმალურად ვწდევ, არ ვიცი, ამაში მეხმარება ეს ჩემი ქართული გენეტიკა თუ განსხვავებული ხედვა, ყველაფერი ერთად მაძლევს იმის საშუალებას, რომ მაქსიმუმი ჩავდო ყველაფრის შექმნაში, რასაც ხელს მოვკიდებ, თუნდაც ეს კლიპები იყოს, თუნდაც ანიმაციური ფილმები და მაქსიმალურად ვწდევ, რომ ემოციებზე დაფუძნებული საინტერესო ვიზუალური კონტენტი გავაკეთო ადამიანებს. ემოციები ნამდვილად იღვრება ახლა და ამ ემოციებში ვერთიანდებით ყველა.
ნამდვილად მაინსპირირებელია ეს ყველაფერი. თავად რას განიცდი თინათინ მუშაობის პროცესში? ეს ისეთი პროცესია, სადაც რა თქმა უნდა ემოციები წინა პლანზე გადმოდის. რა არის ის მთავარი სამოტივაციო ხაზი, რომელიც გაგქმნევინებს ზღაპარს და შედეგის ტირაჟირებისას თავად რას განიცდი? პირველ რიგში განვიცდი ბედნიერებას, იმიტომ რომ ხელოვანი ადამიანისთვის, როდესაც ის ღებულობს უკავშირს და ამას მოყვება ეს ძალიან დადებითი ემოციები, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. გამეთახვება ალბათ ყველა ხელოვანი ადამიანი, რომ ეს არსია. უსაზღვრო ბედნიერება და შემდეგ ის რომ კიდევ უფრო მეტად იზრდები და ახალს სწავლობ. ადამიანებთან გაქვს ურთიერთობა, მათგანაც ძალიან ბევრ რამეს სწავლობ და სულ ესეთი მუდმივი ჯაჭვური პროცესია. მუდმივი უწყვეტი ჯაჭვი, რომელშიც ჩვენც ვერთვებით და მადლობა იმისთვის, რომ მოგვეცა საშუალება, რომ ჩავერთოთ Strange Town. განსაკუთრებით უნდა გამოვყო ის არაჩვეულებრივი პლაკატი, რომელიც ამშვენებს შენ სტუდიას. ხუმრობდით CNN-ის სტუდია მოვიწყე სახლშიო, მე და თინათინი, ეთერს გარეთ. ნამდვილად ძალიან საინტერესო სტუდია მოიწყე და ნამდვილად ჩემთვის მაინსპირირებელი ვითარება გაქვს განსაკუთრებით ამ პლაკატს რომ ვაკვირდები და ნაცნობ სახეებსაც ვხედავ პლაკატზე. უღრმესი მადლობა ამ სიურპრიზისთვის. შენ ყოველთვის მანებირებ სიურპრიზებით. მახსოვს კიდევ ერთი გადაცემა, სადაც ჩემი პორტრეტი იხატებოდა პირდაპირ ეთერში და ასეთი სიურპრიზებით ყოველთვის მანებირებ და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. Strange Town-ში მოგზაურობისას რა გვხდება? რეჟისორის თვალით დანახული სიუჟეტი მინდა ახლა განვიხილოთ არეალში და რა გაგრძელება ექნება ამას? Strange Town იყო, ესე იგი, როგორც ვთქვი, ესეთი საყვარელი გარემო, ვირტუალური სამყარო, რომელიც მინდოდა მუსიკასთან ერთად გამოცოცხლებინა, იმიტომ რომ ხშირად ან პატარა ისტორიებსაც აქვს ძალიან დიდი ემოციური დატვირთვა. გაგრძელებას რაც შეეხება, აუცილებლად გადაიზრდება შემდეგ უკვე სრულმეტრაჟიან ანიმაციურ ფილმებში. ეხლა ერთ-ერთ განზე მუშაობ, ამაზე გამონახულებ აუცილებლად. და ნახოთ, ერთხელაც შეიძლება რომ Academy of Awards-ზე მოაწოდონ ქართველი რეჟისორი. ეს აუცილებლად მოხდება. აუცილებლად მოხდება და შემდეგ არეალში ვიზეიმებთ ამ ამბავს და გავიხსენებთ სიამაყით. რა სიუჟეტი ვითარდება? მე ვხედავ აქ ჩემთვის ძალიან ახლობელ პერსონაჟებს. მინდა პერსონაჟებზე გავმახვილოთ ყურადღება და არეალის შენობას ხედავ, რაც კიდევ უფრო მეტად მახარებს. ეს ის არქიტექტურული მხარეა, შენი კიდევ ერთი პროფესია, რომელიც ჩართე, ხო? მულტფილმზე მუშაობის პროცესში. ეს არის ჩემი სამომავლო შენობა, როგორც ხვდები. სამომავლო შენობა არეალის უმაგრესი სტუდია. სადაც უკვე დიდი მულტფილმების პრემიერებს გავაკეთებთ სტუდიაში. და ჩამოხვალ საქართველოში. სივრცეებით აუცილებლად და მთელი ამბებია შეგიძლიათ პროექტი, ხა ამას არ გავამხელებ, იმიტომ რომ სიურპრიზად დავტოვებთ. სიურპრიზად დავტოვებთ, კი ბატონო. AI-ზე დაფუძნებული მულტფილმების ფესტივალზეც მიიღებთ თინათინ მონაწილეობას. როდის გეგმავ და რა მოლოდინი გაქვს? ერთ-ერთი მოლოდინი უკვე გავაჟღერეთ, სადაც ცხადია რომ მივიღებთ ძალიან დიდ გამარჯვებას და კიდევ ერთხელ დავღნიშნოთ, რომ ეს აუცილებლად მოხდება. როდის გაიმართება ის ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობის მიღებას აპირებ? AI-ში როგორც თქვი, ანუ ეს ყველაფერი არის ვითარდება და შესაბამისად დიდი ყურადღება ეთმობა ფესტივალებს. ისეთ როგორც არის Annecy არის ეს ერთი International Film Festival საფრანგეთში ესეთი. აქტიურად აი როგორ გითხრათ, ოსკარს თუ არა კანს მაინც უტოლდება და ახლობით ესეც ჩემთვის ძალიან დიდი პრესტიჟია ამ ფესტივალში მონაწილეობა. ძირითადად ზაფხულის პერიოდში არის ხოლმე. ასევე მსგავსი ტიპის ფესტივალები აქვს ტორონტოს, ნიუ-იორკს არის Tribeca ესეთი ფესტივალი და ყველა აი ამ ფესტივალში მომავალი წლისთვის ვფიქრობ, რომ მზად ვიქნები, რომ მივიღო მონაწილეობა. იქ მოკლემეტრაჟიანი უნდა წარადგინო თუ სრულმეტრაჟიანი? რამდენად არის შესაძლებელი? მოკლემეტრაჟიან ფილმებზეც და სრულმეტრაჟიან ფილმებზეც. თუ მექნება მზად სრულმეტრაჟიანი მაგ პერიოდისთვის აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას. ჩვენ აქედან მოტივაციას არ დავიშურებთ და აუცილებლად გაგაძლიერებთ ამ იმართურებებით. შემდეგ საამაყო ტირაჟირებისთვის, ხატვისთვის და გამოფენებისთვის თუ გრჩება დრო თინათინ გადატვირთულ სამუშაო გრაფიკში. როდის ახარებ უამრავ თაყვანის მცემელს?
ვცდილობ ხოლმე ხატვა ეხა ორგანულად არის ჩემში, ნუ ამის გარეშე უბრალოდ არ შემიძლია. ყველგან ვხატავ გზაში, სამსახურში, ელემენტარული თურმე რაღაც კომპოზიციაზე არ მუშაობ, ესკიზებს მაინც ვაკეთებ. და სწორედ აი ამ პატარა ესკიზებიდან შემდეგ უკვე იქნება ის დიდი იდეები, რაც მაძლევს იმის საშუალებას, რომ შევქმნა ესეთი საინტერესო და საოცარი ნამუშევრები. ბოლო გამოფენა როდის გქონდა ნიუ-იორკში? შარშან ქონდა ბოლო გამოფენა, მაგრამ ეხლა ვემზადები მომავალი წლისთვის, არის ვცდილობ რომ ეხლა უკვე ნიუ-იორკიდან გავიდებ და ვცდილობ რომ მაიამს დავუკავშირო და თქვა საუს კაროლაინას, იქ იმართება ესეთი ძალიან დიდი არტ შოუები და ფესტივალები და ერთ-ერთი ფესტივალისთვის ვემზადები მთელი რუდუნებით და როცა რუდუნებით ემზადები, ყოველთვის დიდი ტირაჟირებით ხდება ხოლმე და ყოველთვის დიდი მოწონებით მთავრდება. შესაბამისად, ჩვენს რუდუნებას ჩვენ ვენდობით და ველოდებით იგივე შედეგს, რაც აქამდე დაგვითვლია არაერთ გზის. საქართველოს გენატრება, ვიცი, ახერხებ კიდეც ჩამოსვლას მიუხედავად ბევრი პროფესიული მიმართულების შეთავსებისა. კავშირი საქართველოსა და ამერიკას შორის ძალიან ბევრი წელია ამერიკაში ცხოვრობდა, ძალიან ბევრი საქმე და შედეგი შექმენი სწორედ უცხო ქვეყანაში. ახლა ეს რუბრიკა არეალში არის, არეალში ელჩია, სადაც გვიამაყება უცხოეთში მოღვაწე ქართველები, რომლებსაც მიაქვთ ქართული კულტურა და სწორ პოპულარიზაციას ახდენენ სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა წერტილში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორად ხდება ქართული კულტურული ღირებულებების და ქართული ნიჭის და ხასიათის ტირაჟირება სხვადასხვა ქვეყანაში. ძალიან მნიშვნელოვანია შენი წვლილი ამ მიმართულებით. როგორია ინტერესი საქართველოს მიმართ ძალიან ბევრი კომუნიკაციების ფონზე საინტერესოა შენთვის, შენს თანამშრომლებში, შენს მეგობრებში, ბევრი წელია უკვე დაიგროვე საკომუნიკაციო წრე. საქართველოს მიმართ ინტერესია, საინტერესო და რამდენად სწორად ხედავენ ქართულ ბენეფიტებს. ბოლო წლებში ძალიან ბევრი ქართველი ჩამოვიდა ამერიკაში. ჩვენ ზოგადად ქართველები ნიჭიერებით გამოვრჩევით და მაქსიმალურად ხდება უკვე ჩვენი კულტურის შერწყმა ამერიკულ საზოგადოებასთან. ჩემი უფროსი ძალიან კარგად იცნობს ქართულ სამზარეულოს, ქართულ სიტყვებსაც სწავლობს ხოლმე და ძალიან უყვარს, აღნიშნავს ყოველთვის, რომ ძალიან ნიჭიერი ადამიანები ვართ. მე რაც შემეხება, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის მოქალაქე ვარ, მაინც ვარ ქართველი, იმიტომ რომ აქ დავიბადე საქართველოში, გავიზარდე და ამ ქვეყანამ ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა ჩემს, რომ ჩემი ფესვები საქართველოში ამას ახლა ვერ შევცვლი, რამდენი წელი ამის შეცვლა ცხადია. რა თქმა უნდა. მაქსიმალურად ვცდილობ ხოლმე იმის მიხედვით, რამდენადაც არის შესაძლებელი, რომ ყველა ჩემი წამოწყება სიახლე დაუკავშირო საქართველოს. ერთ-ერთი ეხლა სერიოზული პროექტზეც ვმუშაობ, არის სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი. ეს არის ლულუ და მოლის, ორი ცელქი, კნუტის საახალწლო თავგადასავალი. საინტერესოა ის ფაქტი, რომ 2 წლის წინ აი ამ ისტორიაზე შევქმენი ინგლისურად წიგნი, რომელიც Amazon-ზე ახლა ძალიან პოპულარული სარგებლობს და იყიდება. და გადავწყვიტე, რომ სწორედ აი ამ ისტორიაზე დაფუძნებით გავაკეთო ანიმაციური სრულმეტრაჟიანი ფილმი. გაგიმხელთ იმასაც, რომ ამ ეტაპზე აქვს მოლაპარაკება სხვადასხვა კომპანიასთან ამ კლიპის ანიმაციური ფილმის გაშვებასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი არის პრესტიჟული კომპანია საქართველოში და იმედს ვიტოვებ, რომ ეს ყველაფერი მოლაპარაკების პერიოდი წარმატებით დასრულდება. დარწმუნებული ვარ ამაში. წელიწად ნახევარში დაახლოებით ქართველი მაყურებელიც იხილავს ჩემს პირველ ანიმაციურ ფილმს საქართველოში კინოთეატრში. საქართველოში ჯერ არ ყოფილა EA-ის დაფუძნებული მულტფილმის პრემიერა, შესაბამისად ეს იქნება სიახლე ქართველი მაყურებლისთვის და ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო სიახლე მე ვიტყოდი ასე და შედეგიც, რომელსაც ჩვენ აუცილებლად ფეხდაფეხ მივყვებით და მოლაპარაკებების პროცესში აუცილებლად ჩავერთვებით წელიწად ნახევარში ძალიან ბევრი ტირაჟირება მოგვიწევს სერიალის ეთერით
შენი სხვადასხვა სიახლის და სხვადასხვა აქტივობის, რომელიც ნამდვილად შედეგიანი იქნება დარწმუნებული ვარ და ჩავერთვებით იმ ინსპირაციულ პროცესში, რომელსაც დაველოდებით AI-ზე დაფუძნებული მულტფილმის სიახლე იქნება ქართველი მაყურებლისთვის და ძალიან საინტერესო მე ვფიქრობ შედეგიც, რომელსაც ერთად შემდეგ კვლავ არიელის ეთერში აღვნიშნავთ, ხომ დამეთანხმებით? ანუ თუ ამ პერიოდში საქართველოში ჩამოხვალ, ჩვენ გვექნება საშუალება პირადად გაგესაუბროთ და პირადად ჩავწეროთ ინტერვიუ თინა თინსანიკიძესთან ჩავწეროთ ინტერვიუ, რომელიც ყოველთვის სიახლით გვანებიურებს და რომელიც ყოველთვის გვეხმარება საკუთარი ზღაპრის შექმნაში. ამ გადაცემას ნამდვილად შემიძლია ეს ბენეფიტი მივანიჭო, ზღაპარში ვიმოგზაურეთ დღეს შენი წყალობით, განსაკუთრებით ჩემთვის Strange Town-ი ამაღელვებელი ნამდვილად თავისი სხვადასხვა მიმართულებით, ის არის ჩვეულებრივი პლაკატი, რომელიც ამშვენებს შენ სტუდიას. შენ სტუდიას ასე დავარქვი, იმიტომ რომ მე ვატყობ ასეთი ტემპით თუ წაყოლ, ძალიან ბევრჯერ მოგვიწევს სხვადასხვა სიახლეზე ორიენტირი სწორედ შენივე სტუდიიდან ჩართვის სახით, სანამ საქართველოში დაგვიბრუნდები. ჩვენ ძალიან გვახარებს თითოეული შენი ჩამოსვლა და იმ სიახლეებზე კონცენტრირება, რომლითაც დახუნძლული ჩამოდიხარ ცხადია. მანამდე ჩემთვის განსაკუთრებული მულტიპლიკაციური კლიპის პრემიერა თინა თინსანიკიძის მიერ შექმნილი ზღაპარი არიელის ეთერში. თინათინ დროებით დაგემშვიდობები და დავიტოვებ პირობას, რომ ხშირად გავერთიანდებით. მადლობა, უღრმესი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის და კვირდებით, რომ აუცილებლად კიდევ უფრო მეტად გაგანებირებთ სიახლეებით. იმიტომ რომ მე არ შევდები, სულ ვითარდები და ამის არაერთი მაგალითი გქონია უკვე. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, თინა თინსანიკიძე მრავალი რეგალიური ჩამონათვალით, მხატვარი, არქიტექტორი და ახლა უკვე AI ფილმების რეჟისორი ერთვებოდა ნიუ-იორკიდან არიალში ელჩია, გვეამაყება თითოეული ელჩის საამაყო საქმიანობა საზღვრებს გარეთ და საქართველოში ცხადია. უღრმესი მადლობა თინათინ კიდევ ერთხელ და ვნახოთ მულტიპლიკაციური კლიპის პრემიერა არიელის ეთერში. დროებით. Start to bloom. Coffee warmth and voices near. Family moments soft and clear. Steps outside into the day. City slowly wakes her way. Every face and passing sound feels like life is all around. And she feels it growing stronger. Every step just pulls her onward. Something in the air today feels like it won't fade away. Ooh, now the sound is growing wider. Every moment shining brighter. Ooh, all the voices come together. In hand, she walks along, city moving like a song. Little smiles and passing eyes, summer living in disguise. Through the streets and open space, different stories, different pace. Every step and every glance feels like part of something else. It lifts a little higher, like a spark that turns to fire. Every note begins to grow into something she can hold. Ooh, now the sound is growing wider. Every moment shining brighter. Ooh, all the voices come together, flowing like the warmest weather. Every corner, every light turns the ordinary bright in this city full of
she hears a deeper call. In the quiet, she can see there's a truth in what will be. Now the feeling takes her higher, like a city full of fire.